გაუმარჯოს დღემშვიდობის ფაქტიურად ოთახის ის საქვია ოთახის ციხეში ვარ ამ ვირთხის გამო თორმეტის ნახევარი აი აქ ჩანს ჭიქა და ისინი ამოვიტანიან ქუჭამი აქ დავლიე ამ დროს იძინებს ხოლმე კაიხმით წესით ამიტომ რადგან ხა აქ უნდა ვიყო დავაუთხებ დაბლა ქათმებს ნინო მიხედავს ხოლმე ანუ როგორ არის გათვალისწინებული სანამ დაბლა ვიყავი ცოტა ხანი ივანე იყო აქ ეხა ივანე ლაშას მაგივრად უნდა წაიყოლო სამსახურში მისახმარე თავი ნახე რაც მიგონა იმე იგივე მაგ შეკრული ანუ ივანე წავა ლაშა დღეს მანქანა წაიყვანა ტეხას მოხერზე და დღეს ვერ მიდის ლაშა ამიტომ ეხა ყველას თავისი მოვალეობა აქვს ივანე აქან მეყოლება სავარაუდოდ დღეს საღამომდე და მაგრამ ითავსებენ ხოლმე ყველანი ანუ აქ რო თქვა რომ დაბლა მივდივარ და ცოტა ხანი შედით ნებისმიერი თანახმა მაგ ამბავზე სანამ გოგოებს ასწინებთ ხოლმე ივანე მოყავ ეხა ნინომ გაიღვიძა და ნინოს მოვალეობა არის რომ წიწილებს და ქათმებს უნდა მიხედოს იმიტომ რომ ბარბარეს რავი გაგიკვირდება და წიწილებს და ქათმებთან ცოტა ვერ აქვს კაი დამოკიდებული და ვინმე რომ მოდის, ვინმე რაჯერ ისეთი ნახველი არავინ არ მოდის და არც მოვაჯერ უცხოები უცხოარც მოვა ბარბარე ყავაზი არის გვიშინ დედა ჩემი იყო ჩემი ძმისშვილები ბარბარეს ყავა ევალა ეს ერთ-ერთი კაბა იმ 4-თაგან, რომელიც ძლის გავაშია მწვანების ფონზე და იბრძანდება ალბათ მომავალ ზაფხულამდე. ასე. ამ დროს არ მივდივარ ხოლმე ახლა. თვითონ მშვიდდება. წუხელ რომელი საათი იყო? რაღაც წუხელ გვიანი იყო 11-ის კი ალბათ. დაახლოებით მასე, როდესაც უკვე უნდა დამეძინებინა ღამის ძილით. მეც დამეძინა რაღაც და ლაშა მოვიდა და წავედით განახოთ რა მოხდა. სიურპრიზად. ჯერ განახოთ ჭერი, თუმცა ჭერი არ დამთავრებულა. უნდა ესეთი კაფე უნდა გაეკრას და ნახეთ და შეირეკოს, მაგრამ ნახე ნენელა ამასაც დავამთავრებთ. ეს ნახეთ.
ეს არის უშველებელი ტელევიზორი. უშველებელი. ჩემი ვარდები დაჭკანდა. აი ასე დაამგვარად. სანამ ეხა გაბრიელს ძინა მე დავაუთოებ. რაიმე გუშილაშეს ვუთხარი, რომ მეთქი ერთი ზომა პამპერსი აღარ მოიტანოთ, კამბეიბის ხმარობ. აღარ მოიტანოთ, იმიტომ რომ ნუ ხო გითხარით გუშინ რა პრობლემის წინაშეც დავდექი. ხო და ესა. ანუ ის ერთი გავანახევე ზუსტად. და მეთქი მეორეს რო იყიდი, არ იყიდო ერთი ზომა. ანუ მეც ვიცოდი, რომ ადრე იყო ხოლმე 0 ზომა ეს. ოღონდ მე რა ვიცი ხარ აღმახსოვდა, რომ 0 ზომა კამბეიბის არ აქვს. ანუ ყველაზე პატარა ერთი ზომა და ეგ მაშინ მოგვითხრა რა, ეს რო ვიყიდი, მეთქი ერთი ზომა არ მინდა, 0 მინდა მეთქი და არა, ეს არისო კამბეიბის ეგრეთ წოდებული 0 ზომა, ანუ ერთი ზომა. ხო და ლაშას უთხარი, რომ პატარა აქვს მეთქი და იყიდე მომდევნო მეორე ზომა. და ავტომატ ლაშამ ჩათვალა, რომ კამბეიბის 0 ზომა არ მეყიდა და იყიდა. მომიტანა მეორე პაჭკა ერთი. ხო და არ დავკურებო, შეცვლა დავწე კი შეიძლებოდა, მაგრამ არ დავკურები ვარ წუხელ ღამე. უნდა დამეძინებინა მეთქი რაღაცა რო აღარ დაუსველდეს და ისა გავხსენი. არ დავაკვდი, გავხსენი და როცა ამოვიღე და ფუყუებ ანუ. არა დიდი სხვაობა თქო რა და დავაკვირდი და ერთია ისევ მოტანილი. ხო და წასული ხო იყო და დაურეკე მეთქი იგივე გაქმოთ. აუ შეცვალე მეთქი არა შეცვალე გავხსენი თქო, მაგრამ გამოვიყენებ ხა მაგერთ პაჭკასაც, იმიტომ რომ დღის საათებში უფრო ხშირად ხო გადის კუჩი. წუხელაც აღარ დასველებია, იმიტომ რომ ვეცადე რომ სწრაფად გამომეცვალა. ყველაზე კარგად ედინა გუში, შენი მრად. შეგადაში გჭამდა, მაგრამ ეძინა მაინც პატარა ბავშვს. დედას ცხოვრებას. ღამე კალათაშის ძინავ იდეალურად, დღე აქ კალათაში არ აწვევ. ოინი მოვიდა ნინოს. აბანო შევიდა. დასველდა, გაისაპნა და წყალიც დაწყდა და შუქიჩი. წყალი რო დაწყდა შუქი გვჭირდება, რომ მატორმა შეიტანოს წყალი და არ იყო შუქი. ამიტომ ბავშვი დარჩა გასაპნელი ამ ხელად მით. და კიდე კაი ბედზე ნანის ადუღებული ჰქონდა ისა. დენის მადუღარაში ლიტრა ჩადის თუ ტრანახევარი იმ წამს ადუღებული წყალი. გადავანელი რამდენი გამოვიდა, ალბათ 3 ლიტრი. და ბავშვი გადავავლე 3 ლიტრა წყლით თმა ძირითადად. მეთქი საღამოს კი ან შუქი მოვაშურო ან წყალი და რა იქნებ გააგრძელო დაიბანო. ხო და გამშრალდა და შუქი მოვიდა. ახლიდან დავაბრუნე არაყივით აბანოში, იმიტომ რომ ფაქტიურად სველი იყო ბავშვი და არა დაბანდა. და მეც უთო გავაგრძელე. რაშას დეიდეი იყო. ბატაწუნა ნახა. ხო და ეხა ყავაზე ყავის ექსპერტი ჩავიდა ბარბარე ყავაზე. ეროს წინა ვერ ავტოვებ. ზალას რო გავაკეთებ უკვე გარეთ. მაგრამ ესე დღის განმავლობაში მაინც აქ დავაძინებ ხოლმე არ გავიყვან ზალაში თუ მარტო არ ვიქნები. არ მინდაო? აუ საწოლზე ნუწვები რა, იმიტომ რომ ისე მოძრაობს თორე დაწექი კიდე განაგიშვი. აი ეს ძინა და ის მე მატრასი მოძრაობს. ხიზლდება მე.
რატო არ მინდორ? მე შეიძლება უნდა ლექორო. საერთოდ მოგბოლომათ იმედია მოვაწყარე. ეს საუთობელი მიგება ხო შევდი აქ. მაგრამ ტყუილას შევდე, იმიტომ რომ სულ ხელში მჭირდება. სულ. ახლა აი ამას ვერ ჩავაცმო. მოვეჭილს და კამეჩის გადამოგდებულს. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჩასაცმე. შიდა რა განსაკუთრებია. ჰა? განსაკუთრებია. შიგნით ჩასაცმე, შიგნით. საშინაო კი არა. დღეს ერთი კვირის გახდა. და ვფიქრობდი ბარბარე ეს სურათი ხوار გადავუყოთ თუ ვიდეო როა ხოლმე. მაგრამ ეს არ ვიცი ეს როგორ დავაჭერ. ექსელის დროს მაქამა აკაჩები. ხო და მეცოდებ როგორ ვაწვალო სამაგისად. თვებზე გადავუყოთ ხოლმე პატარა კანთები უკიდა. ხო და მეც მაგას ვფიქრობ თვის კი გავუშვათ. თვებზე გადავუყოთ. ბენტო ტორტებს შევუკვეთავთ ხოლმე. ყოველ თვე და გადავუყებთ იმეებს ვიდეოს და თან ანი შენი გამოგზავნილი სანთლები ხომ აქ? განადა მავიწყდა და თუნი ეს სანთლები. იმის ფონზე. გუშინ სხვადასხვა ნახე აპლიკაცია, რომ აი შენ სურათს რო გადავუყებ, ხელოვნური ინტელექტი ჩასვავს იმას, ბუშტებს იმას. იმენად არ მომწონს ეს ხელოვნური ინტელექტი სამაგისოდ. თუ რეალურია, რეალური იყოს. რა თქმა უნდა, ფოტოშოპებით გაკეთებული ბავშვის სურათი. ხო და არ გადმოვიწერე. როგორც გამოვა, ისეც გავაკეთე. ანუ აი შევიძლია გადავუყო ზედვე, საწოლზე როგორც წევს და ის დაგიმუშავებს, რომ ვითომ რაღაცა ფოტოსტუდიაშია, ვითომ რაღაც საწოლზე წევს, ან რაღაცა ბუმბულის ბალიშზე, ან დრაკონზე ზის. ეგეთი რაღაცები არ მიყვარს. არ მომწონს ძალიან გაუბერა ხელოვნური ინტელექტი, ამას არ უნდა გავუთვალო. აი ესეც ვა. ძალიან საფრთხეა. ამით დანიელის ტანსაცმელები დამთავრდა, რაც მშრალია. ვისი? დანიელი ვთქვი? აი ერთი უნდა ყავდეს და იცოდე რამდენი რომ რაცა ვქვია. 24 რო ყავგე. მეც დამიანე დავუძახე წინასწარ კი დამიანეს ვეძახე. დამიანე და დანიელი ხომ ერევა, ჩემი მამიდაშვილის ბავშვი და ჩემი მაზლიშვილის სახელები მერევა ერთმანეთში. აი საკუთარი რო აგერევა, აი ქუნა მიხვდე რომ ვეღარ აქვს საქმე. მეც შემოხდა ბაიას ვეძახე ვაკი. ბაიას ეძახია მას? ესე იგი ასაკის პროექტს არა ყოფილა ჩემი შვილიც ეგრეა, არ უშორა. აი მე შვილო მე მამა რომ მოვა რაღაცები მოვძებნოთ რომ სახელები უნდა დავკიდოთ მამასაც არ დავუძახია სახელით. როგორ ჰა მამის ეძახე. მამის ხო და მამა რომ მოვა უთხრათ რომ სახელები უნდა რავი გავაკეთოთ რომ ესე რა ქვია იმას პეიჯებიოთ მე გადმოხევით ხის სხვა რა ვფარავს. სახელები უნდა დავაწეროთ. საკუთარისაც კი არ დაუძახე, სხვის ბავშვის სახელი დაუძახე. აი მე არა დაგებცე მეძინა, კარგად მეძინა, მაგასაც ეძინა, შვენიურად. ციმურამბაზო. სახელი ბავშვის სახელი დამავიწყდა. ხო, რაც შეეხება რჩევებს, ხო იცი კომენტარებზე რომ თქვი გუშინ და რაღაცა. აღარაფერს არ ვიტყვი, გამოუშვით, იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა თქმას. ესეც ესე. საჭმელი ჭამე ჩაიც დავდი, თუმცა კიდევაც შეიძლება რომ დამელია ჩაი არ მეჭამა საჭმელი, მაგრამ იყოს არ მინდა. აი, უნდა ავწონილებავი. მაგრამ ახლა რაღაც დავიწონები. ერთი ვაშლი ვჭამე, კარტოფილი ვჭამე შემწვარი და ჩაიც მივაყოლე.
სუფთა წონა მინდა გავიგო, მაგრამ ხო შეიძლება ჩემზე არ იყო იქ ჭამასმა დამოკიდებულს ევთარამშიო. გაბრიელის ფიები ხო უნდა ის გასაკვნილი დარჩა. აი საფნაში უქი ჩაუფრა წყალი არ იყო. როგორ წაღამოშორი ბატონი? ხო და ხა მოვიდა, გადავავლე 1 ლიტრა წყალი იყო ცხელი, გადავავლე და თმაზე მარტო და გავამშვალე. და გავამშვალე მოვიდა. ესეც ესე. ყურად შეხება ვიდეოების რაოდენობას ხარხნო და ჯამაათნო. ჩემზე აღარ არის დამოკიდებულება დროჟამი. ამიტომ დღეში ერთი ყველა ვარიანტში იქნება. ყველა ვარიანტში, ხო იცით? თან სახლში ვარ და თან სამსახურში. თან თქვენთან ერთად. აი ორსზე და რაღაცაზე რა გითხე, ხა საავადმყოფო დაროვირები სამშობიაროდან ეხა იქ ფიზიკურად საქმიანობა მქონდა, ხო? ჭამდი ვსვავდი ვიწექით. ხო და სირცხვილიც იყო ის ვიდეოები უარ დამედო. მაგით ვერთობოდი მეც. დრო გამყავდა. და აქ ვერიზავ. და რაღაც მომენტში ხა კი მენის გააკეთა საჭმელი რაღაცა მე უნდა ჩავიდე. ან სარეცხია მე ან დავფინო ან ავკრიფო ამ წვიმის ფონზე ხო დაფენაკრიფავ და ფენაკრიფავ გჭირს. ხო და აქ უკვე სხვა რაღაცებიც რო ვეღარ ვახერხებ. ერთი ყველა ვარიანტში იქნება. დანარჩენი ვნახოთ. ისიც ივანის მაიკელი მორჩი. ივანი გერბ. ბარბარე. ივანი მე ბარბარე შედა. ის ცეკვის კონცერტის შესახებ ყველაფერი წამოწყებული. იქნება, მაგრამ ჯერ არა. ეკითათოში. ეხლა რა რიცხვია? 17-ია, იმიტომ რომ 1 კვირის გახდა დღეს გაბრიელი. 16-ია. 17-ია, მე გისაბადების დღეა. ერთი წამით. 17-ია, და ხან ხო ვირევი ხოლმე, მაგრამ არა. დღეს არის ჩემი რძლის დაბადების დღე. მეგონია, გილოცავ გოგონი. ხო იცი როგორ მიყვარ ხარ. აი ნიჩუტები არ მიკეთი. მე ხა ფეხებზე ვერ გადავხლართავ. ჯანი მთელი დღე გრძელი ბედნიერი და რა ვიცი, გახარებული მყავდი. დიდხანს სიცოცხლე ჩემი ნერვების საშლელად. ჩემი მხეცი ხარში. მეგონია. წავედი ხარ ხომ დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ეხლა თან მინდა რასაც დავაუთოებ ხოლმე თან დავხარისხო, დავაბინაურო, აი საერთოდ არაფერი ზედმეტი არ მედოს ტერიტორიაზე. ყოველ საღამოს პაპა რომ მოდის ხოლმე ბავშვებს აძლევს 1000 ლარს. აძლევდა. ხო და ნინოს აძლევდა ხოლმე 20 ლარს, რომ აი საო შენ მოგაკო ჩუსტებიო. რა ქვია? ანუ რომ მოახონე გამოსაცვლად ჩუსტებს მოუტანს ხოლმე, პირსაცმელს ჩაუტანს ხოლმე დაბლა, რომ სანამ გამოიცვლის მოწესრიგდეს და ეგ რო გავიგე, კარი რომ მოდიოდა კარებში დავხვდი ერთხელ. პირსაცმელი და ჩუსტებით და მაინც არ მომცა ის 20 ლარი მე. ხო და გუშინ თუ გუშინ როდის მოვიდა გუშინ წინ 10 ლარი დაურიგა და 10 ლარი ერგო გაბრიელსაც. ანუ ჩაუდგა უკვე იმაში. რიგითობაში ბავშვი ფულს აგროვებს. შენ დასცინე და თქვენზე ბევრი ფული კი მოაგროვო. კი.
ღირს ბავშვთან ძმაკაცობა. ეს უმცროსი შვილები აწარმოებენ. თქვენ ფლანგველები ხართ. ნინოც მაგარია, ნინოც ჯოულებრივი ბანკირია. რო გასცეცხებს, მე კი არა ვიწყდება, მაგრამ მაინც გეკითხება რა, რომ შენ გახსოვდეს, ანუ სულ იცოდებ ხიზლად იყო, რომ ისა შენ რამდენი მოგეცი? ანუ კი არ გეტყვის რომ მომეცი და დროზე. არა. უბრალოდ ყოველდღე გეტყვის რომ რამდენი მოგეცი დამავიწყდა, რომ იცოდე რა. ჭკვიანური. ო, თავისი რო შეინა. რაღაცაზე გავგზავნე მაღაზიაში და თავისი ფულით წაიღო რაღაცებს ვიყიდე და რაღაცა გავატანე მეც, რაღაცა მიიღე მეთქი და ლარი ჩემგან დარჩა და ლარი თავის ფულიდან. და ლარით იყიდა ესა ჭხირები. და რომ მოვიდა ეს ერთი ლარი თავისი შეინახა და მითხრა რომ ეს ერთი შენი ერთი ლარით ვიყიდე ჭხირებია და თავისი წაიღო. შენი ერთი ლარი დავხარჯე. იცხოვებს რა მინდა. ესეც ეს. ბარბარე შენ ჯინშავის გავთვალო მიზარი. ამიტომ ხოშ ჩავდოთ. მithom არ მივარიქამდე. ჩახედე მიდი ლიანას. ბაბუ კი იქ არის, მაგრამ აი ესეც და всё წავედი მეც. წავედი რა. ხო წყალი თუ მოვა შემეხმიანე რომ თქვენი სარეცხია შესაყრელი. გაბრიელის სარეცხი შევყარე წუხე, ოღონ ცოტაზე დავაყენე წუთებზე და იმაზე, რომ ისა უბრალოდ გასავლებები. გეშვილა შვილი. ძალიან თხლად გაცვი. ხო. ზევიდან ჩავიცოთ უქვევიდან, ზევიდან. თხლად გაცვია მე, ზევიდან ჩავიცოთ უქვევიდან, უშორტი და მაიკავთ. სულ გაუბერა მაგა გეფიცები. ხა იმოდენად მარ როგორ როდენდომე ედოსთაზე და სასკოლით ოდნა მოვაჭრი ბოლოებს გავ ოდნა გავუსწორე ეხლა მაგას ვფიქრობ სხვა შეიძლება მაიკა ხო არა უთხოვდება ეს გეჭიმება. უხტუნა უფაქცა წოთი ხალ. ახალგაზრდა გასათხოვარი ქალი ადგა პირველის ნახევარზე. ამა კიდე 9 ჯრიბანა. ეგ უთო რა ხენი. ჩამოიწი შორტით. ივანის ოთახში წაიღე და იქ ის გავუთო. კანიშ. კარი დაკეტე და ისე გაიმშრა. ლიანა და კარგი გაიმშრა. აი ყვეხებს. შორტი თუ არ უთხრენ, ჩაბოიწიე მეთქი, მაგრამ იღლიამდეა კაცი. ვაი დედა, აი მე წესთან ვაუთოებ ხოლმე, მაგრამ არ უნდა დაგეყარა აქ ბარბარე. ამას იგივე ვკეცავ ხოლმე და აღარ უნდა დავუთხოვო. რომ შემოიტან, მე დაგეკეცე. კაცო, არაჭრიალებ და ესა. ეს მე გუშინ დაბალზე დავაყენე და შეიძლება ჯერ მოსაჯდომია. ძალიან აღარ ვარახრახე და რამხელაზეც გავშალე იგივე დავაყენე. და ჭრიალებს და მე მგონი ისე ავამაღლე. კატის ხმა იყო თუ ის ხმა იყო? კატის.
თითქოს რიჟას იყო. ხო, სად არისო რიჟაო, ახლა გამახსენდა უცბად. რიჟა არის დაბლა. ჩვენივე გრძნობთ თავს, იმშავ პატარა კრუტთან ერთად წინავს და გვიძავს ფუმფულას აწოლში, ჩემს მწვანე ხალათში. ჭამს საუკეთესოს, სვავს საუკეთესოს, თამაშობს საუკეთესოდ. ერთი გული მწყდება რომ აქედან რომ გავაძევე. ეხა იგი სადაც თქვენს გითხარით რომ უნდა მომხდარიყო. იმიტომ რომ გაბრიელის ადგილი ეხა და იმისი. და ისეთ შეგრძნება მაქვს რომ ვუღალატე. მაგრამ როგორც კი ჩავდივარ პირველი რასაც აი კიბეებზე ჩავდივარ თორე მიგებე გახოლდა და ავიყვან ჩავეხუტები ვეფერები ვკოცნი ვაჭმე ვასმე ვცდილობ რომ გამოვისყიდო დანაშაული მაგის მიმართ თორე იმ შავს ერთ არანაი დაინტერესებს და ასე რომ რიჟა არის მშვენივრად ისევ რიჟა ისევ კაცაწუნაა ცოტა გაიზარდოს შორის გაბრიელს ჯერ არ მიმიყვანია ისევ ბანაობს, ისევ სუფთაა. ცოტა ხანში ვანახებ გაბრიელსაც. აი რომ ვაბანავებ იმ დღეს. უბრალოდ მაინტერესებს კატის რეაქცია თორე ბავშვს აგია. გავუშ. თვითონ გაჩერდება ხოლმე თუ არ იტირებს არ უნდა ხელი შეხება. ჯერას გავახებ რომ ეს უთოსის გავიდეს. მაშინ წყალი არ მიდგა. ზუსტ ქვირატო გამოდის დარჩენილია. ესეც ერთი ნახევარი საათიც რო გავაუთო მერე მორჩები. სანამ სხვა სარეცხი დამემატე. ჩვეულებრივ შიდა პატიმრობა მაქვს. ოთახის პატიმრობა მაქვს. დაველი, ხა შთანაც ტელეფონს შევაერთებ, რომ რა ვიცი, ცუდად ამუშავებს ჩვენი ისა კოლმეურნეობა და თუ რა ქვია მაგას. ვარდენა რო ამბობს, ხო იცი? ხო და ამათ იმედზე ჩემი მტერი ოთა ტელეფონს დავტენი. აბა ჰეიდროები.